მივესალმები ყველას, ვინც გვიყურებს. წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი და გაგაცნობთ გუშინდელ შოუ ბიზნესურ სიახლეებს. ეს რამოდენიმე წელია, რაც ქართული აუდიტორია კინოთეატრ ამირანში არა მარტო ქართულ ენაზე, არამედ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე სრულიად ახალი ტექსტებით გახმოვანებულ ჰოლივუდის პოპულარულ სრულმეტრაჟიან ნახატ ფილმებს იღებს. ჩვენი შოუ ბიზნესის ცნობილი ადამიანები დიდი ხალისით და მონდომებით საკმაოდ ენერგიულად არიან ჩართულნი გახმოვანების არც თუ ისე ადულ პროცესებში. საბოლოოდ მაყურებელი ნაცნობ ხმებთან ერთად ცნობილ ქართულ გამონათქვამებს და კომიკურ პერსონაჟებს დიდი ეკრანიდან ღებულობს, რაც ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი ნაწილისათვის მოსაწონი და მისაღები აღმოჩნდა. ამ დროისათვის გასახმოვანებელ სტუდიაში ისევ სამუშაო სიტუაციაა და ნემოს შემდეგ კიდევ ერთ წყალქვეშა გმირებზე შექმნილი ფილმის ქართული ვერსია მზადდება. პაროდია, რომელიც განგსტერული ფილმების მიხედვით არის შექმნილი, საკმაოდ პოპულარულია ამერიკაში და მას ისეთი ცნობილი ადამიანები ახმოვანებენ, როგორებიცაა დე ნირო, ანჯელინა ჯოლი, ვილ სმიტი, მარტინ სკორსეზე და სხვები. ქართულ ვარსკვლავებს კი ფაქტიურად ახალი პერსონაჟების, რომელთაც სახელებიც კი ქართული ჰქვიათ, ახლებურად გახმოვანება უწევთ. ფილმის სახელწოდებით წყლისქვეშა საძმო ეკრანებზე 16 დეკემბრიდან გამოვა. ქართული სიმღერებიც იქნება, უცნობის სიმღერაც იქნება და ლექსენიც ეს რეპი იქნება და უფრო ტიპაჟები შევარჩიეთ, რომ აი უფრო მიმსგავსებულები ყოფილიყვნენ თავის გმირებთან ჩვენი ვარსკვლავებით. ჩემი პერსონაჟიც მაგარი ტიპია რა, კარგი ტიპი მედუზაა და რაღაც ტიპია თავისუფალი მასტია და კარგი დიალოგია რა. ის ასე ვთქვათ, მეგობარიც ეგეთი მყავს, მე და უცნობი ვახმოვანებთ ერთად და რაღაც ესეთი პერსონაჟები არიან, ეს ორი მეგობრები რა, მედუზები, რეპერები, ესე ვთქვათ, რომლებიც ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან და მე მგონი რომ ბავშვებს ძალიან მოეწონება ამ პერსონაჟების ნახვა, კონკრეტულად ჩვენი გახმოვანებული პერსონაჟების ნახვა დიდ ეკრანზე. თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა რა და თვითონ სამუშაო პროცესი ახლა ჩვენ თხოვეთ მსახიობებს, ქართველ შემსრულებლებს, ყველას, ვინც სიამოვნებით დაგვთვა და გულწრფელად თქვა, რომელთაც ძალიან დიდი სიამოვნება მიიღეს სამუშაოში, ძალიან სახალისო პროცესია. მომღერალი ნინი ბადურაშვილი საახალწლო პროექტებისათვის ემზადება. ამიტომ ის ამჟამად სტუდია ქართულ ჩანაწერებში იმისათვის იმყოფება, რომ თავისი ახალი სიმღერა ჩუმად მინატრე განახლებული სახით ჩაწეროს. ის, რომ მასთან ერთად სტუდიაში გიორგი ასანიძე და ზურაბ ზვიადაური იმყოფებიან, შემთხვევით ნამდვილად არ ხდება. საბერძნეთის ოლიმპიური ჩემპიონები საკუთარ ძალებს ახლა მუსიკაში გამოცდიან და როგორც გავიგეთ, ეს საქმე მათთვის არც ისე იოლი აღმოჩნდა. თუმცა 2004 წლის ყველაზე პოპულარული სპორტსმენების განსხვავებულ ამპლუაში ხილვა ახალი წლის დღეებში სიურპრიზი იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის. ამ დუეტზე ჩვენ პრინციპში დღეს დავიწყეთ მუშაობა, იმიტომ რომ მანამდე მე მოვედი და ჩავწერე ჩემი პარტია და დღეს უკვე მოვიდნენ ბიჭები და წერენ თავიანთ პარტიებს. ანუ ერთი დღეა რაც მუშაობთ. პრინციპში ალბათ დღეს უკვე დასრულდება ამ პროექტზე მუშაობა. ძნელი არა, პირიქით ძალიან სახალისოა, იმიტომ რომ ეხა ამათთვის პირველად ნინოსთვის არ არის ნინისტი არ არის. ხო, ნუ ამათთვის ძნელი ხა მე რო შტანგა ავწივან ძიუდო ხო? მოგვერც ვერ გავაკეთებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ესე იგი ჩემთვის ადვილია, მაგრამ პრინციპში სახალისოა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გავერთეთ ჩაწერაზე და ამიტომ არ ვიღლებით, იმიტომ რომ ძალიან ვერთობთ. მას შემდეგ, რაც საქართველოში საავტორო უფლებების შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი გაჩნდა, ქართულ მუსიკალურ სამყაროში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია, რომელიც გააკონტროლებდა კომპოზიტორთა და სიმღერების ავტორთა ნამუშევრების გავრცელებას. ეს დაახლოებით 5 წლის წინ მოხდა, უფრო ზუსტად 1999 წელს, თუმცა ამ 5 წლის განმავლობაში მუსიკოსთა საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, ორგანიზაცია არა მარტო ვერ ახერხებდა აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას, არამედ სურვილსაც და ნებასაც არ გამოხატავდა დაეცვა ამ ორგანიზაციაში
სპორტშივე გაერთიანებულ მუსიკოსთა უფლებები. ეს ძირითადად სიმღერების საეთერო სივრცეში და სხვადასხვა კლუბებსა თუ რესტორნებში ყველანაირი კანონების გარეშე მოხვედრას გულისხმობდა, რაც გარდა იმისა, რომ ხელს უწყობდა ფაქტიურად მეკობრეობას, ასევე ანაზღაურების გარეშე ტოვებდა კომპოზიტორთა საკმაოდ დიდ ნაწილს. ახლა კი იმისათვის, რომ კანონის შესაბამისად სიმღერების ავტორთა და კომპოზიტორთა უფლებების დარღვევას ადგილი აღარ ჰქონდეს, ჩამოყალიბდა კიდევ ერთი ორგანიზაცია სახელწოდებით საქართველოს პოპულარული სიმღერების ავტორთა გაერთიანება, რომლის პრეზიდენტია გია მაჭარაშვილი. გაერთიანება წელს ზაფხულში ოფიციალურად გაფორმდა და ამ დროისათვის მასში დაახლოებით 60 ადამიანია გაერთიანებული. ამ საკმაოდ ცნობილ შემოქმედთა სურვილია, ისე როგორც ეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება, საკუთარი ნაშრომების გამოყენების უფლება დაინტერესებულ ადამიანებს, მათ შორის რადიო თუ ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე გადასცენ. ფაქტიურად შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი თავშეყრა ეს არ არის რაღაც პრეს-კონფერენცია, ეს არის ელემენტარულად საერთო კრება ჩვენი წევრების, საზოგადოების წევრების, რომელიც სავალდებულო არის, რომ ჩატარდეს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ამიტომ ჩვენ ვიკრიბებით უпроსორად აქ დაახლოებით 60-61 წევრი არის მოსაყრელი და ამ კრებაზე ჩვენ გვინდა თითოეულ მათგანს გავაცნოთ ელემენტარულად ბოლო 5 თვის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ დავიწყეთ მოქმედება, რა გვიშლიდა ხელს იმისათვის, რომ გადაგვედგა წინ ნაბიჯები, ვინ დაგვიდგა გვერდში, ვისთან მოვახდინეთ ხელშეკრულებების გაფორმება, ან უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულებები იმაზე, რომ ბოლოს და ბოლოს საავტორო უფლებები სწორად იქნას დაცული. ძალიან ძნელია მოუგო შენ აი ამ დიდ ვეშაპს, რომელმაც სვის უძილოღამებზე, სვის იმნიჭიერებაზე, სვის რაღაცა ფიქრზე და გაკეთებაზე აშენდნენ ღმერთმა შეაშოქოს, მაგრამ ჩემსას ძალიან რთული მომენტია. წესიასია, რომ სადაც კი შესრულდება ეს რადიოები იქნება, ეს ტელევიზიები იქნება, ეხლა ესენი უამრავი ყავს, საკონცერტო დარბაზები, იგივე კაფე რესტორნები, სადაც კი შესრულდება, ყველა აი ამიდან უნდა კონდეს ავტორს შემოსავალი და ამას ვერ მივაღწიეთ ჩვენ აი ამ წინა უფროსისგან ძალიან ცუდად მუშაობდა და რაღაც ახლა ვიც გიაკვირდება და თუ ამუშავდება ეს ძალიან კარგი. ჩვენი დუეტი როდი არის სულია? ცუდი არ არის. ცუდი არ არის. ირმა ტრიანი და გადახდა ერთად ხდება თექსოლოგიაში. ამოხდა მე ატრიალო და გადაიხადა კიდევ. როგორც აღმოჩნდა, სამამულო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები არა მარტო გატაცებულნი არიან ბილიარდით, არამედ ძალებს ამ სფეროში სერიოზულადაც სინჯავენ. და მართალია, ბევრი მათგანი წარმატებული თამაშით ვერ იტრაბახებს, მაგრამ გასართობად და დასვენების დღეების გასატარებლად საუკეთესო საშუალებად სპორტის ამ სახეობას მიიჩნევს. მით უმეტეს, როდესაც მეგობრების ერთად შეკრებას გარკვეული ორგანიზება უკეთდება. მოკლედ, პოპულარული მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები და მასმედიის წარმომადგენლები საბილიარდო კლუბ აკურაში შეიკრიბნენ და ეგრეთ წოდებულ შოუ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. სხვათა შორის, სტუმრებს შორის ჩვენი ძალოსანი ჩემპიონი იყვნენ და ალბათ მათთვის მინიმალური ძალით, თუმცა ენერგიულად ართმევდნენ თავს მიღებულ დავალებას. ასე რომ ჩვენთვის კარგად ცნობილმა ადამიანებმა თავისუფლება მისცეს დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ერთი დღე ასე სპორტულად და ხალისიანად გაეტარებინათ. თუმცა შესაძლოა ამ ტურნირებში მათ კიდევ არაერთხელ მიიღონ მონაწილეობა. მე დავინახე რომ ხალბატონი თამონაშვილი აქ არის. მიესალმო ტაში და აპლოდისმენტები. ბილიარდი საერთოდ მიყვარს და არის პერიოდები, როდესაც რაღაც ყოველ დღე დავდივარ, მე ვწყვეტ ხოლმე, მე ისევ და ალბათ ვივლი, კიტრო სიტუაცია მართლა ძალიან კარგია. რო გითხრათ, რომ განსაკუთრებული ნიჭით გამოვირჩევი მოგატყობთ, მაგრამ მე დღეს გამიმართლა და ხვდები გიგა აგლაძეს და იმედი მაქვს მომაგებინეს. მე ვითამაშე. გამარჯვებული არა ვარ ეხლა მკლად, მაგრამ თან ვის მოუგე? დიმიტრი ობოლაძეს, ყველაზე სპორტულ ადამიანს მსოფლიოში. მე ბატონო დიმიტრი, იყო თუ არა ესე? მოვიგე თუ არ მოვიგე? ვარ მაგარი. ხო.
გრძელდება სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების მესამე ფესტივალი დებიუტი, რომლის პროგრამის მიხედვით ქართველმა მაყურებელმა თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე სასომხეთიდან ჩამოსული სტუდენტური კოლექტივის სპექტაკლი იხილა. როგორც იცით, წელს ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. ამიტომ პროგრამაში კიდევ არაერთი უცხოური ფილმის თუ სპექტაკლის ჩვენება იგეგმება. ეხლა მხოლოდ და მხოლოდ სომხები არიან ჩამოსული, სასომხეთიდან არიან ჩამოსულები, არიან აზერბაიჯანიდან ჩამოვლენ ჩვენი თათარი მეგობარი სტუმრები, არიან ნიდერლანდებიდან ველოდებით, ლიტვიდან ფილმები გამოგვიგზავნეს. Значит, наш спектакль, как называется в переводе «Парить в облаках». В спектакле нету слов. Ну, называем так. Мы не критики. Ну, сами критики скажут, какое это пантомима или не знаю что. Это спектакль без слов. მუსიკისა და კინოს ფესტივალი 2004 აჭარა მიუზიკ ჰოლში 10 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურა და მისი პირველი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. ფესტივალი, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ორი ნაწილისაგან შედგებოდა და ნომინანტების ასაკი 30 წლამდე შემოიფარგლებოდა. დაჯილდოების ცერემონიალზე ჯერ კინოს სფეროში გამარჯვებული ახალგაზრდები დაასახელეს. კინოში სულ 9 ნომინაცია იყო, მათ შორის საუკეთესო რეჟისურა, ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მხატვრული და დოკუმენტური ფილმი. სხვადასხვა ფესტივალზე უკრაინული ფილმებიც იყო წარმოდგენილი, რომელთა დაჯილდოებაც სიმბოლურად ნარინჯისფერ მაისურში ჩაცმულ ჟიურის ერთ-ერთ წევრს დაეკისრა და თანაც არაერთხელ. ნომინაციაში მთავარი პრიზი გრან-პრი წლის საუკეთესო რეჟისურისათვის სტუდენტ ნინა მენაბდეს ერგო. რაც შეეხება მუსიკალურ ნომინაციებს, აქ ჩვენი ესტრადის თითქმის ყველა ახალგაზრდა მომღერალი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის საუკეთესო მომღერალ ქალად ყველაზე პატარა წარმომადგენელი მარიკა თხელიძე იქნა დასახელებული. სხვადასხვა პრიზების ასახებად სცენაზე თიკა ფაცაცია, ნინა პიკასო, ანრი ჯოხაძე, ნინი ბატურაშვილი და ქრისტინე იმედაძე ავიდნენ. ფესტივალის მუსიკალურ ნაწილს სპეციალური ჟიური აფასებდა, რომლის თავმჯდომარეც მომღერალი ეკა კვალიაშვილი იყო. მოკლედ ფესტივალის მიმართ ინტერესი ჩვენს ახალგაზრდებში საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, რაც ორგანიზატორებს იმის იმედს აძლევს, რომ ის მომავალ წელსაც გაიმართება. როგორც იცით, ჰიმნი ამ ფესტივალისათვის უკვე დაწერილია. ფესტივალს საკუთარი პრიზებიც და დიპლომებიც გააჩნია. ფესტივალი მნიშვნელოვანია ზოგადად, იმიტომ რომ ადამიანი რო აკეთებს ამდენ რაღაცას, არა მარტო თავისი და ხალხისთვის, რაღაც ამას ჭირდება ის მომენტი, რომ ვიღაცამ დააფასოს და გაიგოს, რომ ეს ადამიანი მათყოლა არ შრომობდა და ასე რომ ზოგადად ფესტივალების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი, ვინც მოღვაწეობს, მოკლედ მომღერალი იქნება თუ მსახიობი თუ რეჟისორი.